გამარჯობა, მე ჩვეულებრივი რიგითი მოქალაქე ვარ და მინდა გითხრათ, რომ მთელი საქართველო შენს გვერდითაა. დღეს საქართველო ისეთია, როგორც ყოველთვის იმარჯვებდა. ეს არის გმირობის ქვეყანა, ეს არის შენი ქვეყანა და საქართველო აუცილებლად გაიმარჯვებს. თქვენს ადგილზე შეიძლება მე ვყოფილიყავი. დიდი მადლობა, რომ ჩვენთვის იბრძოლეთ და ახლაც იბრძვით. გიხდი მადლობას, რომ ყველაფერს აკეთებ ჩვენი ქვეყნის ევროპული ნათელი მომავლისთვის. გვემახსოვრებით ისე, როგორც საქართველოს გმირები. იცოდე, რომ ჩვენ 100,000-ობით ადამიანი ქუჩაში არა მარტო ევროპული მომავლისთვის, არამედ შენი თავისუფლებისთვისაც გამოვდივართ. გისურვებთ გამძლეობას და პირობას გააძლევთ, ხალხი არ გაჩერდება. ძლიერად ამაყად იდექი, შენ არაფერი შეგაშინებს. მიყვარხართ ისე, როგორც საკუთარი თავი. ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ. მიყვარხარ, მაგარი ხარ, ქართველი ხარ, შევხვდებით მალე. შევხვდებით თავისუფლებაზე. ეს წერილები გლდანის საპატიმროში უკვე შეგზავნეს. მათი ავტორები საქართველოს მოქალაქეები არიან. ადრესატები კი ტყვეები, რომლებიც რეჟიმმა გისოსებში სამშობლოს სიყვარულისთვის გამოკეტა. მათ ალბათ არ იციან, რომ თავისუფლებას ასე ვერ დაამარცხებ. თავისუფლება რეჟიმის წინ! თავისუფლება რეჟიმის წინ! ახალი წელი 50-ზე მეტი რეჟიმის პატიმრისთვის ციხის კედლებში დადგა. ამ კედლებს მიღმა გუშინ გლდანის საპატიმროსთან იდგნენ მათი თანამოაზრეები, თანამებრძოლები და მთავარი ადამიანები, დედები. ახალი წელი სახლის კედლებში ძალიან ცუდი იქნებოდა და აქ რო ვდგევარ და რო გრძნობ ჩემი შვილი აქ როა. თან იცის დღეს რო დამირეკა უთხარი. სანთელს რო ავანთებ მე ვიქნები დედიკო იქათქო. დავარიგებ ყველას ავანთებინებ მე. რო გრძნობს იმ შეგრძნებით ვარ ამ წუთას ბედრი მაგრამ ყველაზე ძალიან ის ნატურა ერთი თვე არ მინახია გულში ჩახვდება და უსურვებ ყველასთვის ბედნიერების და სიკეთის მომტანი იყოს ეს ახალი წელი დაგვიბრუნდნენ ჩვენი პატრიოტები ჯანმრთელები და გზა გვენახოს ხსნა ჩვენი ევროპის ქართული ოცნების პატიმრების დედებისთვის გუშინდელი დღე ორმაგად ემოციური იყო. განსაკუთრებულად ემოციური იყო, იმიტომ რომ დღეს შეუგზავნეთ ბავშვებს საახალწლო ნობათი და ძნელი იყო ძალიან ჩემთვის, როცა გისოსებს მიღმა აძლევ რაღაც ამანატს და იცი რომ შენი შვილი იქ ელოდება რამდენად რა გაუგზანა ალბათ დედამ ელოდებოდნენ. ძალიან რთული იყო რა. აი რა ვთქვა არ ვიცი რა. აი რა სერჩოდნენ ამ ლაღ ბავშვებს, ჩემი შვილი ლაღი ცხოვრებით ცხოვრობდა. გლდანის საპატიმროში პატრიოტიზმისთვის სასჯელს რეჟიმის 30-მდე პატიმარი იხდის. მათ შორისაა გიორგი ოკმელაშვილიც, რომელიც უკვე თვეებია სისტემას დატყვევებული ჰყავს. ვიცი რა არის რუსეთი და ვიცი რა არის საბჭოთა კავშირი. თქვენ პატარები ხართ და არ იცით შვილი. ფიქრის თავიც აღარ მაქვს. 8 თვეა ამ დღეში ვარ. 8 თვეა ამ დღეში. დარც შევეჩვიე და ფიქრს. დარდის გარეშე არაფერი აღარ გამოვდის. დედებმა, რომლებიც რეჟიმმა დარც მიაჩვია, ყველაზე ზუსტად იციან, რის გამო ისჯებიან მათი დამნაშავეებად გამოცხადებული შვილები, რომლებსაც არაფერი დაუშავებიათ. უკანონო პატიმარი კი არ არის, ტყვეა ამ თავრობის და იმიტომ მოვედი. მე სახლში უნდა ვიყო ეხლა? ყველა ბავშვისთვის მოვედი, ყველასთვის მოვედი აქ მე. ყველაც დედას მაგივრად მტკივა გული. პირველად ძალიან ნერვიულობდი, მაგრამ გმირი შვილი მყავს, კარგი შვილი გამიზრდია ძალიან. მადლობელი ვარ მაგის. ძალიან იმედიანად არის, ძალიან ყოჩაღი ბიჭია. ძალიან ისეთია. მაგარი ბიჭია. მართლა კაი შვილი მყავს. კარგი შვილი მყოლი. მოქალაქეებმა კი პირობა შეასრულეს. მარტო არც უკანონო პატიმრები დაუტოვებიათ და არც მათი მშობლები. საქართველოში დაიბადა დიდი სიყვარული და დიდი ოჯახი. ისე გავერთიანდით, რომ იმდენი ხალხი შემიყვარდა და იმდენ სიტევს ეს გული, რომ ენი დაუწერელი. ზვიადის რა სითბოდა სიყვარული ქონდა, გადაედო ყველა. ვაი, მოედო ყველგან. ვერაფერიც ვერ გვიქნეს. პირიქით, უფრო გაგვაერთიანეს, უფრო გაგვაძლიერეს. ახლა ხანდახან სიხარულის ცრემლებიც მაქვს და რო ყველა გვერდში გიდგას ემოციებმა მომეზღვავა. ყველაფერი კარგად იქნება. იმედი მაქვს აუცილებლად ყველაფერი კარგად იქნება. გული მეუბნება ამას 100%-იანად ვიცი. გლდანის საპატიმროსთან ემოციაც არაერთგვაროვანი იყო და ცრემლიც, იყო დარდი და ტკივილი. უსამართლობის გამო ბრაზიც და რაც ყველაზე მთავარია, იყო ერთობა. მე მქონდა სურვილი რომ მოსულიყავი და ეს გამიპროტესტებინა ეს უსამართლობა, რაც კი არის, რომ რამდენი უდანაშაულო ქვეყნისთვის
იმისთვის თავგაწერული კაი ბიჭები, მართლა კარგი ადამიანები არიან დღეს დატყვევებული. ეს სიმბოლურიცაა, რომ როდესაც ეგეთი მთავრობა ყავს, ესეთ ხალხი ციხეში როზის. მე ნამდვილად არც მეზეიმება, არც მაქვს საახალწლო სუფრის განწყობა, არც ზეიმის და მე ვფიქრობ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი არის, რომ ეს ადამიანები გავამხნევოთ ახლა აქ დღეს. თან ეხლა ველაპარაკებოდით, ვესაუბრებოდით მშობლებს და მე არ ვიცი, წარმოუდგენელია ამ ხელა ტრაგედია, რისთვის ადამიანები ციხეში, ახალგაზრდები რისთვის ჩაყარეს. ყველაზე მნიშვნელოვანი არის იმ ადამიანებისთვის ხმის მიწვდენა, რომლებსაც ახლა აქვთ ინფორმაციის ნაკლებობა ერთ-ერთი პატიმრის დედამეონება და რა ჩემაშულა მომწერაო, რომ არ ვიციო გარეთ რა ხდებაო და იქნებ უფრო მეტი წერილი მომწერაო და მითხრა ჩემი თანამებრძოლები რა შვებიანო. ამ ადამიანებს უნდა გქონდეთ განცდა და უნდა იყვნენ დარწმუნებულები იმაში, რომ მარტო არ არიან და ამიტომ ვფიქრობ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილი ახლა ეს არის და მე რა ყველ დროს დავალზე. როგორი მძიმე და არასადღესასწაულოც არ უნდა იყოს განწყობა. ახალი წელი ის დროა, როცა ყველას ცვლილების, ახალი საწყისის იმედი უჩნდება. ასე იყო გუშინაც აქ. გლდანის ციხესთან ყველას უპირველესი სურვილი ერთი იყო. ჩვენ ახლა როგორ ვართ იცი რომ აი ან ყველაფერი ძალიან კარგად იქნება ან ყველაფერი ძალიან ცუდად და რადგან ახალი წელია ჩავიფიქროთ რომ ყველაფერი იყოს ძალიან კარგად და გავახციოთ აი შეგრძნება მაქვს რომ 40-დან უნდა ამოვიდეთ აუცილებლად და შევხვდეთ კიდევ 26 წელს და თქვათ რომ 25 კაი წელი იყო და 24-ზე მაგას ვერ ვეტყვით გქონდეს ისეთი წელი სადაც ყველა მართალი ადამიანი და ყველა ვისაც თავის სამშობლო უყვარს იქნება ბედნიერი და გახარებული საოჯახო ზეიმია, სახლის ზეიმია, მაგრამ ახლა ჩვენ ქუჩაში ვართ, იმიტომ რომ ახლა სახლი არის ქუჩაში, საქართველო არის ჩვენი სახლი და ყველას სულისკვეთება, ოცნებაც, გნებავთ საახალწლო, აი ოცნება, რომელსაც ჩავუთქვამთ ამ ახალ წელს არის ის, რომ ყველა პატიმარი, პატრიოტი გათავისუფლდეს და გავათავისუფლოთ საქართველოს. შემდეგი წლები ზუსტად ამ გაჭირვების და ამ რთული პერიოდის გადატანის შემდეგ იქნება ბევრად უფრო ბედნიერი, ვიდრე აქამდე იყო, იქნება თავისუფალ საქართველოში და არ ვიცი როცა გამოვლენ ისინი ციხიდან და ის იქნება აუცილებლად ძალიან მალე, მაქვს დიდი სურვილი რომ ერთად ვაკეთოთ საერთო საქმე და ავაშენოთ ის საქართველო, რომელზეც ყველა ვოცნებობთ აბსოლუტურად. ახალი წელიც ასე, სამშობლოსთვის ბრძოლაში დადგა, ზოგისთვის გისოსებს მიღმა, ზოგისთვის რუსთაველის გამზირზე. გუშინ ღამით კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ მთავარი ის არის, რასაც თვეზე მეტია ქართული სამოქალაქო საზოგადოება უბადლოდ და მტკიცედ აჩვენებს ერთობა.